ეპისკოპოსი ეგნატე ამბობს, რომ საღვთო მოქმედება ადამიანში თავიდან აჩვენებს კაცს თავის ცოდვას, მუდმივად თვალწინ წარმოუდგენს მის საშინელებას, საკუთარი თავის განკითხვის უღვიძებს, ანახებს ჩვენს დაცემას, წარწმენდის საზარელ ღრმა უფსკულს, რომელშიც კაცთა მოდგმა აღმოჩნდა ჩვენი წინაპრის ცოდვით დაცემის შემდეგ. მერე კი ნელ-ნელა იღვიძებს გაურკეცებულ ყურადღებას და გულის შემოსრულებას ლოცვის დროს. ადამიანის მიერ ქმნილი სიკეთეები ერში უფრო ხშირად ცუდმედიდობისა და ამპარტავნებასთან არის შეერთებული. მარხვა, ღვიძარება, ეკლესიაში სიარული, მოწყალება კაცთა ქების გავლენით ხდება. ვერ შეძლებს საკუთარი ცოდვის დანახვას ის, ვინც ამ ცოდვით ტკბება, ვინც თავის უფლებას აძლევს, თუნდაც მხოლოდ აზრით ან თანაგრძნობით დაყვება მას, ამბობს ეგნატე ბრენჩეინოვი. საკუთარი ცოდვის ხედვა მარტო მას ძალუც, ვინც მტკიცეთ, უარყო ყოველგვარი კავშირი ცოდვასთან, ვინც ფხიზლად, მცველად დაუდგა თავის სახლს, იგულისხმება სული და ხელი ამოწუტილი მახვილი ანუ სიტყვა ღვთისა უყრია, ვინც ამ mahვილით იგერიებს და კვეთს ცოდვას და სახითაც არ უნდა მოევლინოს იგი, ვინც ამ დიდ საქმეს აღასრულებს, ცოდვასთან მტრობას ჩამოაგდებს და ძალდატანებით განეშორებს მისგან გონებას, გულსა და სხეულს, ამას ღმერთი თავის დიდ ნიშს საკუთარი ცოდვის ხედვას მიმადლის. ნეტარია სული საკუთარ სულში დაბუდებული ცოდვის დანახვა რომ შეუძლია. ნეტარია სული თავის თავში წინაპრების დაცემა, ძველი ადამიანის სიძველე რომ დაინახა. ასეთი ხედვა საკუთარი ცოდვისა არის სულიერი ხედვა, გონებით ხედვა, რომელიც თავისი სიბრმავისაგან საღვთო მადლით განიკურნა. აღმოსავლეთის წმინდა ეკლესია გვასწავლის მარხვითა და მუხმოდრეკით ვევედროთ ღმერთს, რათა მოგვანიჭოს ამგვარი ხედვა საკუთარი ცოდვისა. ეპისკოპოსი ეგნატე ასკეტური გამოცდილება ტომი 2. საკუთარი ცოდვის ხედვა. თუ კაცი შუაგულ სოფელში ცხოვრობს და იქ ეწევა მოღვაწეობას, მის თვალში საკუთარი მე იზრდება და ღმერთი კნინდება. წმინდა იოანე კიბის აღწერელი ამბობს, რატომ ხდება, რომ ერისკაცები, რომლებიც სოფელში ყოფნისას მარხვაში, მღვიძარებასა და შრომაში ატარებდნენ ცხოვრებას, როდესაც მონაზვნურ ცხოვრებას შეუდგნენ და სოფელს განეშორნენ, ვეღარ აგრძელებენ უწინდელ ცრუ მოღვაწეობას? ვიხილე მრავალი ნერგი სათნოებისა, ჭუჭყიანი წყლით, ცუდმედიდობითა და მაჩვენებლებით რომ იწყებოდა. მიწა მათ მახლობლად კაცთა ქებით იყო კაპუხებული და ამიტომ როდესაც სხვა ნიადაგზე გადარგავდნენ, სადაც ერისკაცთა ქება ვერ აღწევდა და ჭეშმარიტი მოღვაწეობის გამოცდა იწყებოდა, ამგვარი ნერგი მყისვე ხვდებოდა. იხილეთ კიბე 2:6. და აი თუ კი ქრისტიანი არ გაივლის სარწმუნოების საწყის ეტაპს, თუ ვერ დაინახავს საკუთარი ცოდვის სიღრმეს, თუ ღმერთისკენ სავალ გზას ამ ცოდვის დაძლევით კი არ გაკვლავს, არამედ შეეცდება გვერდი აუაროს მას, მაშინ სულ სხვა განწყობას, სხვა სულისკვეთებას, მთელი თავისი გარეგნული და შინაგანი მუშაობის სხვა მიმართულებას შეითვისებს. იღუმენია არსენია ამბობდა, გზა უფლისაკენ ჩვენშია, ჩვენს უძლურებებზე, ჩვენი ცოდვების სავსებაზე გადის. დიახ, ესაა ერთადერთი არა შეთხსული, არა მოგონილი გზა. წერილები პეტრე ალექსანდრეძე ბრენჩეინოვისთვის. ქრისტიანი, რომელიც ჯერ არ შესულა თავის სულის სავანეში, რათა საიდუმლო ლოცვა აღევლინოს ზეციურ მამას, არა მარტო თავისი თავის, არამედ ქრისტიანობის გარეთაც რჩება. საკუთარ თავში ჩაღრმავება კი ნიშნავს სულის ტკივილს, წუხარებას, სულთქმას, კაცრია ცხონების გზა, ამბობს იგივე იღუმენი არსენია. კაცრია ზოგჯერ მის შესახებ თქმული სიტყვაც, ის ორლესული მახვილია, რომელიც კვეთს ჩვენს ვნებებს, ჩვენს გრძნობებს, მათთან ერთად გულსაც გვადგენს. დადგება კი ოდესმე დრო, როცა ამ მახვილს ჩვენს გულში გასაკეთებელი აღარაფერი დარჩება,
არა, მისთვის ყოველთვის მოიძებნება საქმე, რადგანაც სულიერ განწმენდას არ აქვს დასასრული და ყოველ გულში დარჩება მიწის ნაშთი, რომელიც უნდა განიწმინდოს. ტკივილის გარეშე სულის განკურნება შეუძლებელია, ეს მარტოოდენ ოცნება იქნება და სხვა არაფერი. წერილები. ხოლო თუ კაცი თავის გულს გარეთ რჩება, ის ვერავით არ წარმოდგენას ვერ შეიქმნის ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებაზე, რადგანაც წესით სწორედ გულთა ქრისტიანის ძირითადი მოღვაწეობის ადგილი. სამწუხაროდ ეს გზააბნეული მორწმუნენი მთლიანად გარეგნულ მოღვაწეობას ეძლევიან და რაც უფრო ნაკლებად იცნობენ სინანულის გზას, მით უფრო მეტს ლაპარაკობენ, ასწავლიან, მოუწოდებენ და ქადაგებენ, მაგრამ თვითონ ამ ადამიანებმა სინანულის გემო არ იციან, ამიტომ მათთვის ქრისტიანობის სურნელიც უცნობია, რაკიღა ვერსად პოვებენ ბუდეს, სადაც დაიხსნას მართვენი თვისნი, ფსალმუნის 93-3 მუხლი. ანუ თავიანთი რელიგიური ძიებები, რაკიღა ვერ ხვდებიან საით მიმართონ გულისა და გონების სწრაფვანი, ამიტომ მთლიანად ამასოფლის დინებას მიჰყვებიან და განუსჯელად წაღმა უკუღმა აბნევენ სახარების მარცვლებს. ვინაიდან გულწრფელი სინანულის ფესვები არ გააჩნიათ, მათი სწავლება გარეგნულად თითქოს ქრისტიანული, არსით მეტეს მსუბუქი, ზედაპირული და უსაფუძვლოა, მოკლებული მთავარ ძალას, ქრისტეს ჯვარს. ამ დროს კი სწორედ ჯვარია ის ერთადერთი ქმედითი იარაღი, რომელიც აღწევს სულის და სამშვინველის განყოფის ადგილამდე, საითაც უნდა იყოს მიმართული ქრისტიანული მოღვაწეობა. სხვა ყოველე კი შეგიძინოს თქვენ. მათე სახარების 6-23 მუხლი. ვისაც საკუთარი შინაგანი გამოცდილებით არ შეუცნია ცოდვით გამოწვეული სნეულება, არ გამოუცდია ტკივილითა და მწუხარებით სავსე ბრძოლა, ხორცთა მათ ცოდვასა და ვინც ბოლომდე არ ჩავსტომია თავის შინაგანი კაცის უძლურებას, იმას არც მოღვაწეობის, ლოცვის, მარხვის, გულის დაცვის მნიშვნელობა ესმის. ასეთ ადამიანში ყველაფერი თავდაყირად დგას, თუმცა თავის თავს ცოდვილს ეძახის, საუკუნო ცხოვრების ბედი ოდნავადაც არ ანხლებს. ცხონების გზა მას სულაც არ ეჩვენება რთული. კაცთა ცოდვები კი მხოლოდ მათი ცხოვრების ზედაპირზე მდებარე გონია. ეს იგივეა სარეველს, რომ მარტო თავები წააჭრა და მინდორიდან გაატანო, თანაც ამ მინდვრის სისუფთავით კბობას მისცე თავი. ასეთი დროს მთელი მოღვაწეობა ზედაპირზე მიდის. სიგანეში, სიგრძივ და გარდიგარდმო, თასა და ბარში. ამ ტიპის მოღვაწეებს სიღრმე კი არა, სივრცე იზიდავს. ამგვარად ხედავთ, როგორ მეჩხერდება ქრისტიანობის წყალსატევი, რომელსაც სულ უფრო მეტ სივრცეზე ჭიმავენ. არც ერისკაცებს, არც ბერებს, არც ურგვლევსა და მღვდელმთავრებს შორის თითქმის აღარ ისმის საუბრები ვნებებთან ბრძოლის, შინაგანი საქმის, თვით გარეგნული ღვთისმოსაობის შესახებაც კი არა, გარშემო მხოლოდ მშენებლობაზე, ხელდასხმებზე, აღკვეცებზე, საზეიმო სხდომებზე და საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, მანქანებზე, მსვლელობებსა და მოგზაურობებზე, ვიზიტებსა და მიღებებზე, მისიონერულ გეგმებზე, ხალხების ევანგელიზაციისა და სხვა ამგვარი თემებზე ლაპარაკი. ერისკაცებისთვის კიდევ შეიძლება მისატევებელი ბრჭყალებში იყოს შინაგანი ცხოვრების ეცოდინება, თუმცა რაღაც ქრისტიანი იყოს შინაგანი ცხოვრების უცოდინრობა, თუმცა რაღა ქრისტიანი ხარ უამისოდ, მაგრამ დღეს უკვე ბერებმაც აღარ იციან რა არის ეს შინაგანი ცხოვრება. ხშირად გაიგონებთ, რამდენი საქმეა გარშემო, რამდენი რამეა ასაშენებელი და რამდენი აღსადგენი. ქვეყანა იღუპება, რა დროს შინაგანი ცხოვრებაა. ეს ხომ ეგოიზმია. ქრისტიანობა საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას ნიშნავს, ამიტომ პირველ ყოვლისა სხვებზე უნდა ვიზრუნოთ. და აი დღეს თვით ბერებიც უერთდებიან ცხოვრების შფოთვარე მორებს, ფაციფუცით, მანტიების ფრიალით, გარბიან ვიღაცის
მოსაქცევად ბჭყალებში, გადასარჩენად, საევანგელიზაციოდ ბჭყალებში და გამოდის, რომ სარწმუნოება დღეს უკვე აღარავის გულს აღარ წვდება. იგი სმენის საშუალებით შედის ადამიანში, გონებით ისინჯება, ოდნავ ეხება გულს, რომელიც მას მყისვე აისხლեց, რადგან უკვე გაქვავებულია ყოველივე სულიერის მიმართ, მერე კი ენის საშუალებით გამოდის გარეთ და მთელი მისი მხურვალებით მოყვას მიმართავს. მარტოოდენ ცოდნა სარწმუნოებისა, რომელიც მხოლოდ გონებას აქვს შეთვისებული და გულში არ დამკვიდრებულა, შეუძლებელია დიდხანს დაუყოვნდეს ადამიანში, რადგანაც გამოყენებას ვერ პოულობს, გარეთ გამოღწევას ჩქარობს. ასე დადის და მოგზაურობს დღეს სახარებისეულის სიტყვა და ვერავის გულში ვერ პოულობს საიმედო ნავსაყუდელს. ამ დროს ბევრი მას თითქმის კეთილი თვალითაც უყურებს, თავისი სახლის ღურბლზეც უშვებს, წინკარშიც კი აჩერებს, მაგრამ ის კი არ უნდა, რომ საბოლოოდ თავის სულში მისცეს ბინა. ბოლოს და ბოლოს მართლმადიდებლობის ერთსა და იმავე სწავლებას ჭეშმარიტი ქრისტიანებიც იყენებს და ბუტაფორიულიც, სიტყვებით, ცნებები და სახეები უღრიბეს ერთი აქვს, მაგრამ თითოეულ სულის სხვადასხვა განმარტებას ეძებნებიან და საპირისპირო მნიშვნელობას აძლევენ. ერთი სიტყვით, ისინი სრულიად შეუთავსებელნი არიან ერთმანეთთან და თუმცა ეს ორი მიმართულება ჯერჯერობით ახერხებს თანაარსობას, მაგრამ მოვა დრო, როცა განყოფა მოხდება და მაშინ უძლურ ქრისტიანთა დიდი ნაწილი ცრუ ეკლესიის მხარეს აღმოჩნდება. ანტიქრისტეს ქრისტედ აღიარებს და მასთან ერთად სასტიკ დევნას დაიწყებს ჭეშმარიტ ქრისტიანთა მცირე სამწყსოს. უკვე დღესაც კი, თუმცა ეს ადამიანები ფორმალურად ქრისტიანებად ითვლებიან, სულ უფრო ხშირად მოგვაგონებენ მწვალებლებს. მათში ხან პროტესტანტული სული იცნობა, განსაკუთრებით საღვთო წერილისა და წმინდა მამათა გადამოცემისადმი, თავისუფალ მოპყრობაში, სარწმუნოების საკითხებისადმი, უპრინციპობაში, პროტესტანტებისგანვე რომ ისესხეს, ეკლესიის სწავლების, თვითნებურ სწავლებასა და შეცვლაში და იმ ეჭვის მიღებაშიც კი, ნამდვილად მხოლოდ მართლმადიდებლობაში ჭეშმარიტება თუ არა. სხვებში კათოლიციზმის სული გამოშჭვივის, სარწმუნოებისა და მორჩილების საკითხებისადმი შეგნებულ თავისუფალ გონივრულ მიდგომას იერარქისადმი ბრმა მონური დაქვემდებარება ცვლის, ხდება ამ უკანასკნელად სამდე აყვანა ადამიანებს მათთვის სიტყვის შებრუნებას კი ეშინიათ, თუნდაც საქმე სარწმუნოების დოგმატებს ეხებოდებს. ყველა ეს მოვლენა სავსებით კანონზომიერია და არა შემთხვევითი. ესაა არა განცალკევებული პროცესები, არამედ ეშმაკის ერთი მიზანმიმართული მოქმედება.